ში მონაწილეობისთვის პატივი მაქვს სცენაზე მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ ბატასალიას, მოგესალმებით საქართველოს პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით სახელმწიფო რწმუნებულს, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მინდა ყველას მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დღეს საგარეჯოში იხსნება იუსტიციის სახლი და პირველ რიგში უნდა მიულოცოთ ეს დღე, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას, საგარეჯოელებს, რომლებიც ისარგებლებენ იმ მომსახურებით, რომელსაც ისინი მიიღებენ საგარეჯოს იუსტიციის სახლში. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომით დაახლოებით 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურება და საგარეჯოშიც უზრუნველყოფილი იქნება უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც მიიღებენ მოქალაქეები ამ მომსახურებას. ასევე მისამებელია ის, რომ ქალაქს საგარეჯო შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა, ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სიახლე ამ მუნიციპალიტეტისთვის და ამ ქალაქისთვის. ახალი შენობა ერთიან სივრცეში, თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთიანად იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურების მუშაობა. მთლიანობაში იუსტიციის სახლში იქნება 20-მდე თანამშრომელი დასაქმებული კომფორტულ გარემოში. ასევე მნიშვნელოვანია მის აღნიშვნაც, რომ საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. აქაც კიდევ ერთხელ მინდა ვესაკებლო შემთხვევით და აღნიშნავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება და ფუნქციონირებს. კახეთის რეგიონში ამ სერვისით უკვე ისარგებლა 15 სოფლის 24,000 მცხოვრებმა, რაც მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის მთავარი მიდგომა, სრუნა ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავრესი პრიორიტეტი და მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება, რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა. საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში არის 19, ქვეყნის მასშტაბით ეს არის 125 ფილიალი და რა თქმა უნდა გაგრძელდება მომავალშიც სრუნა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე. საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით და სათანადო ხელმისაწვდომობით. მე მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ყველას მინდა გადაგიხადოთ მადლობა და მინდა მოგილოცოთ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნა. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატასალიას. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ადგილობრივ ხელისუფლებას წარმომადგენლებს, სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის მხარეში, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, იუსტიციის სამინისტროში შემავალი სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებს, ყველა დამსწრეს მივესალმები. ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისათვის დღევანდელ ჩვენს ღონისძიებაზე კიდევ ერთი ახალი იუსტიციის სახლის გახსნაზე, ახლა უკვე საგარეჯოში, კახეთის ამომშვენიერეს მხარეში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახეთის რეგიონში ეს უკვე 19 იუსტიციის სახლია. ჩვენ რა თქმა უნდა ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ხელმისაწვდომი იყოს ის სერვისები, რომელსაც თავაზობს დღეს იუსტიციის სახლი მოსახლეობას როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში, იმისათვის, რომ ეს
სერვისები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ჩვენ დავნერგეთ ისეთი სერვისი, როგორიცაა მობილური იუსტიციის სახლი, თქვენ ხედავთ გარშემო არის წარმოდგენილი ეს ავტომობილები, სადაც განთავსებულია იუსტიციის სახლის სერვისები, სადაც მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას შეუძლიათ მიიღონ იგივე სერვისები, რასაც დღეს იღებს ნებისმიერი მოქალაქე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში თუ სხვა დიდ ქალაქში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საგარეჯოში დღეს დასაქმებული ადამიანების თითქმის 100% ყველა ადგილობრივია და ჩვენ ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სახლი ყველა რეგიონში, სადაც კი იხსნება ახალი იუსტიციის სახლი, ცდილობს რომ მაქსიმალურად დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ შემთხვევაში საგარეჯოში ადგილობრივი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეჯოს აქვს ახალი იუსტიციის სახლი. აქ შესაძლებელია ყველა იმ სერვისის მიღება, რასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი მოქალაქე თუ ჩვენი ქვეყნის სტუმარი იღებს თბილისში ან სხვა რომელიმე დიდ ქალაქში. შენობა, როგორც ხედავთ, არის თანამედროვე დიზაინის, მორგებული არის ყველა იმ აუცილებლობაზე, რაც სჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. აქ შესაძლებელია ნებისმიერი სერვისის მიღება, მათ შორის ჩვენ გვაქვს კუთხე, რომელიც განკუთვნილი არის ქორწინებისათვის, მცირე ზომის ქორწინების სახლი არის, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. მე კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო იუსტიციის სახლის მშენებლობაში, წარმატებებს უსურვებ და ულოცავ ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გადმოვიდა ამ ახალ შენობაში, მოგეხსენებათ სერვისები, რომელიც მიეწოდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო იუსტიციის სამინისტროს შემავალი საჯარო სამსახურის იურიდიული პირების წარმომადგენლები განთავსებული იყვნენ მოძველებულ შენობებში და დღეს უკვე მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ იშრომონ უკვე თანამედროვე ტიპის შენობაში და შესაბამისად კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას, დიდ მადლობას მოგახსენებ თქვენ მოგზანებისთვის და გისურვებ წარმატებებს ყველას თქვენ საქმიანობაში. დიდი მადლობა მოგზანებისთვის. სიტყვა ეძლევა სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის მხარეში ბატონ გიორგი ალადაშვილს. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, ადგილობრივი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებო. მაქვს პატივი ბატონი პრემიერის და მთავრობის მხარდაჭერით ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შემდგომ კიდევ ერთხელ უმასპინძლო მნიშვნელოვან ღონისძიებას და ოფიციალურად მოგილოცოთ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნა. როგორც ყველა სხვა პროექტი, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გახსნა, რა თქმა უნდა, მოქალაქეების საჭიროებებზე არის მორგებული და დღეიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ექნებათ მიიღონ უფრო კომფორტულ და თანამედროვე სივრცეში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლებში იორმუღალოსა და უდაბნოში გასულ წლებში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრები სრული დატვირთვით და წარმატებით ფუნქციონირებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად კახეთის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ჩვენი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს დაგეგმილი და განხორციელებული პროექტებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა და აქტიურობა ადგილობრივი პროექტების განხორციელებაში. რადგან თითოეული პროექტი არის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული და შესაბამისად ჩვენი აქტიურობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის მნიშვნელოვანია. განვითარების ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა მასშტაბების არაერთი პროექტის გახსნას ვიზეიმებთ კახეთის რეგიონში. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. სიტყვა ეძლევა იუსტიციის სახლის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ჟვანიას.
მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რეგიონალური განვითარების მინისტრს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ასევე მინდა მივესალმო კახეთის მხარეში სახელმწიფოს წმუნებულს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ყველას, ვისაც დღეს შესაძლებლობა მიეცა დასწრებოდა საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნას. პირველი რაც მინდა ვთქვა, ზოგადად სახელმწიფოს განვითარების საზომი თავისუფლად შეიძლება იყოს ის, თუ რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისებზე წვდომას და ამ სერვისების ხარისხს. სწორედ ამ მიმართულებით ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დგავს იუსტიციის სახლი, არის ორიენტირებული იმაზე, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც იუსტიციის სახლში შევა, მიიღოს ისეთი სერვისი, რომელიც მას უზრუნველყოფს ყველა იმ საჭიროებით, რაც ვთქვათ, თავიდანვე მისთვის იყო მნიშვნელოვანი. ასევე, როცა ვსაუბრობთ იუსტიციის სახლის პოლიტიკაზე, იუსტიციის სახლის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით განვითარდეს მისი მომავალი. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლომდე უკვე 7 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება საქართველოში, ერთ-ერთი დიდი იუსტიციის სახლი ასევე შენდება გლდანში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ლოდინის პერიოდი სერვისის მიღების ნაწილში ბევრად უფრო შემცირდება. ასევე იუსტიციის სახლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ სერვისების ხელმისაწვდომობის დის ნაწილში ბევრად უფრო გავამარტივოთ ეს სერვისები, ასევე იუსტიციის სახლში დავნერგოთ სხვა ის სერვისები, რომელსაც გასცემენ სხვა საჯარო დაწესებულებები, რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ყველა ხელშესახების სერვისი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება სჭირდებოდეს, იქნება თავმოყრილი ერთ ადგილას. როგორც უკვე ითქვა, 125 ფილიალია უკვე საქართველოს მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის სახლი მოიცავს მთელ ქვეყანას, ამას ემატება მობილური იუსტიციის სახლები, რომელიც ისეთ მიუვალ ადგილებშიც არის წარმოდგენილი, სადაც დაშორება ცენტრალურ ტერიტორიულ ერთეულთან დიდია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ იმას, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც ვითარდება იუსტიციის სახლში, იყოს მორგებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე, რაც გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკიდანაც. მე ბოლოს მინდა ყველას განსაკუთრებით საგარეჯოელებს მიულოცო დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ ქალაქისთვის. ასევე მხარდაჭერისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია ასეთი კარგი საქმეების კეთება და ბოლოს თავს მივცემ უფლებას მოგიწვიოთ და დავათვალიეროთ საგარეჯოს იუსტიციის სახლი. მადლობა.